Hey, ჩვენ უკვე 10,000 ვიღაც. Როგორც ხედავ, მეც, გოჩას და გივიც. ცოცხალი ხარ თუ? შევხედეთ, რამდენი გავხდით. იქნებ პასუხისმგებლობა და მაწყარა ხორტები. და ამიტომაც ვიდეოს გადაღება გადავწყვეტე. თემად კი 4 თხლის უფასო თამაშები ავიღე. მე თუ მკითხავ, ამით პირდაპირ შენზე ვზრუნავ, ჩემო ახალგაზრდა უსაქმრო მაყურებელო. სანამ ახლა ვიდეოს დავდებ, რამე ხომ დაკნა. ხო? ისა, გამარჯობა ხმგაჯობა. ხომ მოგწონს ოდნავ უფრო ხარისხიანი ხმა. ძალიან მაინტერესებს ახლანდელმა თაობამ, იცის თუ არა, ჩემ დროში განსაკუთრებულად ცნობილი აქტივობა სახელად პარკური. საერთოდ პარკური არის B პუნქტიდან C პუნქტამდე გადაადგილება, რაც შეიძლება მომხიბლავი გზით. და რატო გიყვები ახლა ამას? იმ უფასო თამაშებიდან, რომლებიც პირველივე დანახვით გადმოვიწერე. ხო, 90% აღმოჩნდა პარკურზე. ასე თუ ისე განსხვავებული, მაგრამ მაინც პარკური. მოდი დავიწყოთ ყველაზე ცუდით. ვიცი რომ ეს წესით ვიდეოში არც უნდა ჩამესვა, მაგრამ ბლეად, ტყუილად ხო არ გადმოვიწერე მთელი 2 გიგაბაიტი. ხო, მაგრამ რა დაეთროს? ხო, სიამოვნებს. სიამოვნება და სტილი პირდაპირ იღურება ეკრანიდან. როგორც დააკვირდი, ესეც უხარისხო რაღაც ცუდად გაკეთებული პარკურის თამაშია, რომლის თამაშსაც მე პირადად Brawl Stars თამაში მირჩევნია. აგერ ნახე რა მაგრა შეიძლება პატარა კაცების მოკლა. რა პარკური და რა სტიმის უფასო თამაშები ბიჭო ხო არ გადაობ. ყველაზე ხარისხიანად ხო Brawl Stars თამაშის დრო შეგიძლია გაიყვანო დრო. შემდეგი თამაშია პარკური დროზე. ისა თამაშების სახელები ქვევით ეწერება რო რამე. სხვათა თავში იმის და მიუხედავად რომ გეი არ ვარ, თამაშმა ჩემი შეთრევა მაინც შეძლო. თანაც მთელი 25 წუთით. თამაში არის 3 ბიომი, თითოში 12 ლეველია და თითოეული უნდა დახურო რაც შეიძლება ჩქარა. კარგი თამაშია განსაკუთრებით თუ არის თამაშები იმ შემთხვევაში. მესამე თამაშმა ჩემში იმედის ნაპერწკალიანთო. მოთამაშეს თავიდანვე სიუჟეტს აცნობენ. ყველაფერი ხდება ვირტუალურ სამყაროში, რომელსაც UAV ქვია. ხელოვნური ინტელექტი ჩვეულებრივად ატარებდა დროს. მაგრამ გარდა ერთისა, 40+ მაგნავექსი. მას უკვე ჰობად ექცა ახალგაზრდების გააკრიტიკება და გააკიცხვა. აი საქართველოში რო ყავს 40+ ხალხი საყურეები გრძელთმები და მასეთ რაღაცები რო არ ევასებათ. ესეც ეგეთი ტიპია რა. ინტერესები ხარ ბიჭო ყველა? ერთხელ მან გადაწყვიტა ემოქმედა. გზად კი როგორც ხედავ, მაგნავექსმა გოგო წააქცია. მოდი ეს სცენა უფრო ღრმად განვიხილოთ რა. ფიქრობ ამ მონაკვეთში შემქმნელმა საკუთარი ქმნილების ერთ-ერთი მთავარი სათქმელი ჩადო. ეს მომენტი გვახსენებს მომენტს ვეფხის ტყაოსნიდან, სადაც წერია: ლეკვი ლომისა სწორია, სუ იყო თუნდა ხვადია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გოგოსა და ბიჭს ერთნაირად უნდა მოვექცეთ. ანუ გენდერულ თანასწორობაზე აქვს საუბარი. სწორედ ამ კარგად და რაც თავარია სწორად გააზრებულ გამონათქვამს ემსახურება მაგნავექსი. ფიქრობ ამ პატარა გარჩევით გაარკვიეთ უკვე ამ ქცევის სიდიადე. მოკლედ მაგნავექსი დაიძრა ივო ბირთვისკენ. სწორედ ეს ბირთვი ინარჩუნებდა გარჩემოს სიყვარულს, სოლიდარობასა და სტაბილურობას. როცა მას მიუახლოვდა, დაინახა USB შესაყოფი, სადაც ეწერა რომ თუ შეყოფდა ვირუსიან ფლეშკას, შაურმა ორმაგად იაფი გახდებოდა. მაგნავექსს მხოლოდ ამ წარწერის წაკითხვის შემდეგაც კი ნერწყვი მოადგა. და გადაწყვიტა შეეყო. როცა მან ეს გააკეთა, საბოლოოდ ყველა გაწმილებული დარჩა, რადგან პენსიების გასცისა და შაურმების ფასის დაკლების მაგივრად სამყარომ ფერები დაკარგა. ეს ყველაფერი კი საკუთარი საქციელის გაუაზრებლობის გამო მოხდა. ხო, მიყვარს ფენოვანი ხაჭაპურის გასაღება. მოკლედ, შენ ხარ აი ეს ტიპშია, რომელსაც სიარული და ხტუნაობა შეუძლია. თავიდანვე იღებ კვესტებს, რომელთა შესრულების შემდეგაც სამყარო ნელ-ნელა ფერებს შეიძენს და სტაბილურობა დაბრუნდება. შენ კი გევალება სირბილი და რაღაც ნივთების შეგროვება. სამწუხაროდ ასე ძლიერი დასაწყისის მიუხედავად 24 წუთზე უკვე ვეღარ შევძელი გულისრევი შეგრძნების გაძლება და თამაში გამოვთე. თამაში, რომელსაც ახლა შენ ეკრანზე ხედავ, შექმნეს სულ რაღაც 1 კვირაში. ამის და მიუხედავად ის ჩემთვის მაინც უფრო საინტერესო და დამაფიქრებელი აღმოჩნდა ვიდრე წინა თამაშები. თამაში შეიცავს რამდენიმე ლეველს, რომელსაც მაქსიმუმ 9 საათში დახურავ. მაგრამ მთავარი მისი დახურვა არ არის. თავარი ისაა თუ რა გრძნობები მოაქვს მას ადამიანში. მასტურბაცია? არა, უფრო მაღალი. მუდმივად საათის ხმა ისმის, რაც გაფიქრებს იმაზე თუ რაში ხარჯავ დროს. რა არის შენი მიზანი? იყენებ თუ არა შენ დროს სწორად? ამ წამს ამ ვიდეოს უნდა უყურებდე თუ აჯიმანიებს უნდა აკეთებდე? საკითხავი სწორედ ეს არის.